თემა, რომელზეც მინდა ესაუბროთ, არის მსხვერპლშეწირვა. გამომდინარე თვითონ ფილმის შინაარსიდანაც. როგორი გამიჩნდა მე თვითონ სურვილი, არ ვაპირებდი თვითონ ფილმს შევხედე, მაგრამ გამიჩნდა სურვილი გამოვიყენო ფილმი, ალბათ ამაზე მე უბრალოდ თვითონ ისაუბრებს თუ ფილმები გექნებათ ფილმთან დაკავშირებით. გამიჩნდა სურვილი ყურადღება გამიმახვილები და აი ხა კიდევ რომ უყურებდი ზუსტად ამ მომენტში ორ სფეროზე ერთი საკრალური რიტუალი, მსხვერპლშეწირვის რიტუალი, ზიარების რიტუალი და მეორე მხრივ ჩვეულებრივი ყოფითი სცენები. ანუ ერთმანეთის პარალელურად ორი სფერო, რომელსაც ყველა რელიგია და არა მხოლოდ რელიგიური ადამიანები, არამედ ასე ვთქვათ, სეკულარული ადამიანებიც გამიჩნევენ. საკრალური და ყოფითი ან პროფანული, რო ვწოდოთ, ეხლა ძალიან გავრცელებული და შეიძლება ითქვას ცოტა ბანალურიც კი ასეთი გამიჩნდა საკრალურის და პროფანულის დაპირისპირება. და მე მახსოვს კიდევ აი ძალიან ბევრი დისკუსია, რომელიც ყოველთვის ყოველწლიურად ვესმის იმასთან დაკავშირებით, რამდენად შესაძლებელია რას ნიშნავს დღეს 21 საუკუნეში ესეთი სისხლიანი რიტუალების შესრულება, რამდენად ნორმალურია საერთოდ, რამდენად ცივილიზებული არის და ასე შემდეგ. ნებისმიერი სახის ჰუმანისტური, რა ვიცი, ლიბერალური იქნება თუ ასე შემდეგ კრიტიკა ყოველთვის მარცხდება, როდესაც საქმეზე მიდგება, ანუ საქმე მიადგება ხოლმე თვითონ რიტუალებს, დღესასწაულებს და აი ეს დღესასწაულები თითქოს აი აქ ადამიანი დამოუკიდებლად თავისი მსოფლმხედველობიდან შეიძლება იყოს ვეგეტარიანიც და ასე შემდეგ, როდესაც საქმე ეხება დღესასწაულს და დღესასწაული მოგეხსენებათ, ეს არის სწორედ საკრალური, წმინდა რელიგიური ქმედება, აი იქ უკვე ირთვება სხვა რაღაცა. ჯერ კიდევ ქრისტიანობამ, რომელიც პირველი რელიგია იყო, რომელმაც სისხლიანი მსხვერპლი აკრძალა და უკვე გაქრისტიანებულ მოსახლეობას მოუწოდებდა და შეეწყვიტათ მსხვერპლშეწირვის რიტუალები. თვითონ ის მოსახლეობა, რომელიც უკვე გაქრისტიანებული იყო, პასუხობდა, რომ კი გვესმის, რომ არ შეიძლება, მაგრამ მამათა და პაპათა წესია ასე. ანუ თვითონ ისეთი დიდი და ყოვლის შემძლე რელიგიაც კი როგორც ქრისტიანობა, ყოველთვის მარცხდებოდა აი იმ ადგილას, სადაც ჩნდებოდა მსხვერპლშეწირვის, სისხლიანი მსხვერპლშეწირვის საჭიროება. მთელი რიგი ტერმინები, სიტყვები, რომელიც სამსხვერპლშეწირო ქმედებას უკავშირდება, ყოველთვის საკუთარ თავში მოიაზრებს ორ რამეს. ერთი მხრივ ეს არის სწორედ სისხლიანი მსხვერპლი და მეორე მხრივ ამ სისხლიანი მსხვერპლის გამართლება იმით, რომ ეს არის წმინდა, ანუ საკრალური ქმედება, რელიგიური ქმედება. ფაქტობრივად ის რელიგიებიც კი, სადაც ამოღებული არის მსხვერპლშეწირვის რიტუალი, მხედველობაში ვთქვათ იგივე ქრისტიანობა, ჩვენ ვხედავთ და არაერთ მეცნიერს, რელიგიათმცოდნეს, ანთროპოლოგს მიუნიშნებია იმაზე, რომ ქრისტიანობის მთავარი სიმბოლო არის ჯვარზე გაკრული ადამიანი, ჯვარზე დაკრული ხსნელი მესია. შესაბამისად ეს რელიგია, რომელსაც განდევნილი აქვს რიტუალური ქმედებიდან, ამოღებული აქვს სისხლიანი მსხვერპლი, სიმბოლურ დონეზე ის განასახიერებს მსხვერპლშეწირვას ადამიანის. და ის ფუნდამენტური საფუძველი, რომელიც ამ რელიგიას უდევს, კერძოდ ხსნა, გამოსყიდვა გულისხმობს უკვე ადამიანის დაკვლას, ადამიანის მსხვერპლად შეწირვას და მისი სამსხვერპლო სისხლი არის გამომსყიდველი სხვების. ამას ასეთივე განმარტება ეძლევა, რომ ეს არის შერიგება ღმერთთან. სამსხვერპლო რიტუალი არის შერიგება ღმერთთან. ამ თემას ცოტა მოგვიანებით კიდევ დავუბრუნდები, მაგრამ სანამ აქამდე მივიდოდე, მინდა შეგახსენოთ ერთი ადგილი, ყველასათვის კარგად ცნობილი გერმანელი მწერლის ჰერმან ჰესეს უკანასკნელი რომანიდან, რომელსაც ეწოდება რიოში მარგალიტებით თამაში. ქართულ თარგმანში ესე გერმანულად გლასპერლეშპილ.
ეს თავისთავად უკვე სათაურში მოცემული იყო ის რომ რიოში ესე არანამდვილი ცოტა ალბი მარგალიტებით თამაში არის საუბარი და შესაბამისად ის სამყარო რომელიც ძალიან მოკლედ შეგახსენებთ ასახა ჰესემ ამ რომანში ეს არის სულიერების სამეფო ჰესემ ესეთი ტერმინიც კი მოიგონა ფსიქოკრატია ამ სულიერების სამეფოში რომელიც არის მოთავსებული ერთ სივრცეში უზარმაზარ ტერიტორიაზე ალბათ სავარაუდოდ სადღაც შვეიცარიაში და შემორაგული არის ის არის დახურული სამყარო მაშინ ყოფებიან ინტელექტუალები რომლებიც ფლობენ უამრავ ენას დახვეწილი არიან მათემატიკაში მუსიკაში ურთულეს ცოდნებს არიან დაუფლებული და მთელი მათი ინტელექტუალური ცხოვრების ერთადერთი დანიშნულება არის წელიწადში ერთხელ თამაშები ისინი თამაშობენ ამ საკუთარ შეძენილ გიგანტურ ცოდნას იყენებენ თამაშისათვის. ეს არის ამ ცოდნის გამოყენების ერთადერთი საშუალება. და აი ეს ერთგვარი სამოქალაქო ინტელექტუალური ორდენი შედის კრიზისში. და ჩვენ რომაში გვახსენდება ერთი სცენა, როდესაც მთავარი გმირს იოზეფ კნეხტს მიაგზავნიან კათოლიკურ ორდენში, კათოლიკურ მონასტერში და იქ მას სურს მოიგოს ამ კათოლიკური მონასტრის კეთილგანწყობა იმისათვის, რომ კათოლიკური ორდენი დაეხმაროს მათ გადარჩენაში ამ ინტელექტუალური ორდენის თუ ინტელექტუალური ფსევდომონასტრის, რომელსაც კასტალია ეწოდება ესეს რომანში. და იქ გვაქვს დიალოგი იოზეფ კნეხტსა და ამ ორდენის მეთაურს, ამ მონასტრის მეთაურს მამა იაკობს შორის. ეს მამა იაკობი ეუბნება პირდება კნეხტს, რომ თქვენ დაგეხმარებით, მაგრამ იცოდეთ, რომ თქვენს საქმიანობას არანაირი შინაარსი არ აქვს. არაფერი თქვენგან არ გამოვა. ერთადერთი მიზეზი, მთავარი მიზეზი, რის გამოც არაფერი არ გამოვა ამ თამაშიდან და ეს იქნება ყოველთვის რიოში მარგალიტებით თამაში, ალბი მარგალიტებით თამაში და ეს ვერასდროს ვერ განამდვილდება, არის ის, რომ მათ აკლიათ ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, რაც აქვს ქრისტიანულ ამ შემთხვევაში კათოლიკურ მონასტერს. ეს არის სისხლი, ეს არის დაღვრილი სისხლი. სწორედ დაღვრილი სისხლი სამსხვერპლო დაღვრილი სისხლი არის იმის საფუძველი, რომ რაღაცა შეიქმნას. რამდენიც არა ჰუმანისტურად შეიძლება ჟღერდეს, მე შევეცდები დღეს ვართ იმაზე ვილაპარაკო, რომ სხვებშეწირვა და სისხლის ღვრა ეს არის ადამიანის ერთ-ერთი მთავარი ინსტინქტი და ადამიანის არა მხოლოდ როგორც ვთქვათ ევოლუციის გარკვეული საფეხურის ზემდგომი ცოცხალი არსების, არამედ ის არის ამავე დროს გამსაზღვრელი სოციალური ერთობისაც. შეიძლება ცოტა პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ სწორედ ვეცდები ის გამარტო, რომ არაფერი პარადოქსული ამაში არ არის. თვითონ ისეთი ტერმინებიც, მე ტერმინები ვახსენე, რომელსაც ჩვენ ხშირად ვხმარობთ, ვთქვათ, ინგლისური ენა განასხვავებს ორ სხვადასხვა ტერმინს, რომელიც სხვებს აღნიშნავს, ყველაზე გავრცელებული ვიქტიმი და ვიქტიმიზაცია აქედან წამოსული ჩვენთვის ყოველთვის კარგად ცნობილი სიტყვა. ვიქტიმი, ვიქტიმა ლათინურად ნიშნავს სწორედ რიტუალურ ქმედებას, სამსხვერპლო ქმედებას. წმინდა ქმედება შეიძლება ესე ითქვას. ანუ სწორედ წმინდა ქმედება არის, როდესაც ადამიანი წირავს მსხვერპლს და ეს მსხვერპლშეწირვა არის ყოველთვის სისხლიანი მსხვერპლშეწირვა. კიდევ ერთ მაგალითს ავიღებდი ისევ ჰესეს რომანიდან და ამის შემდეგ უკვე ლიტერატურულ მაგალითებს ვეცდები მოვეშვა. ეს არის თვითონ მთავარი გმირის იოზეფ კნეხტის ავტობიოგრაფიები, მას მოსწავლეობის პერიოდში ავალებენ ხატრული ავტობიოგრაფიის დაწერას და ის საკუთარ თავს გამოიყვანს ერთ-ერთ ავტობიოგრაფიაში შემლოცველად. ერთი თემი ცხოვრობს, ადამიანთა თემი და მათ ყავთ ესეთი თანამდებობის პირი შემლოცველი, რომელსაც ევალება შეულოცოს და ამინდი შეცვალოს. და ერთდღეაც დადგება გვალვა, ის შეულოცავს და ვერ ახერხებს ვერაფერს, წვიმა არ მოდის და რაც თავარია, მან კარგად იცის, ის არის შეიძლება ითქვას, აი ჰესემ შეიძლება ითქვას თავისი დამოკიდებულება ამ საკმაური ქმედებებისადმი, მე-20 საუკუნის ადამიანის, მე-20 საუკუნის ინტელექტუალის განმანათლებლობის პარადიგმაზე დაფუძნებული მოაზროვნის სახე აჩვენა, მან იცის, რომ არანაირი მსხვერპლშეწირვა არ უშველს იმას, რომ წამოვიდეს წვიმა.
და წესი ესეთია თუ ეს შემლოცველი ვერ მოიყვანს წვიმას, მაშინ ის უნდა შეწირონ მსხვერპლად, დაკლა. ეს არის უკანასკნელი ქმედება, ყველაზე რადიკალური ქმედება იმისათვის, რომ შეიცვალოს აიძულო ღმერთები, რომ მათ წყალობა გაიგო. და ეს შემლოცველიც მიდის ეშაფოდისკენ, სამსხვერპლო უბრალოდ საკურთხევლისკენ, მან იცის, რომ არაფერ შუაში არ არის, არის სწორედ განმანათლებლობაზე მორგებული ადამიანის ტიპი, მან იცის, რომ არავით არის სასწაულები არ არსებობს და არავით არის მსხვერპლშეწირვის რიტუალებს არანაირი ძალა არ აქვს. იცის, მაგრამ ის წინააღმდეგობას აუწევს, მიდის საკურთხეველზე, მას დაკლავენ, მსხვერპლად შეწირავენ და წამოვა წვიმა. ეს არის თვითონ ჰესეს ერთგვარი ირონიაც კი და ირონია არა მხოლოდ რელიგიური რიტუალების მიმართ, არამედ თავად განმანათლებლობის მიმართ და იმ პარადიგმის მიმართ, რომელიც განმანათლებლობამ შემოიტანა, ანუ ყველაფრის რაციოში გონებაში მოქცევა და გონებრივი ახსნა. თვითონ ჩვენც ვზარავს სისხლიანი რიტუალები, ვზარავს რელიგიური რიტუალების უკან დანახვა სამსხვერპლოდ გამეტებული სისხლის, დავრილი სისხლის, იმდენად რამდენადაც ჩვენც ვიმყოფებით განმანათლებლობის პარადიგმაში. ჩვენ ვაზროვნებთ, ჩვენ გონებრივი არსებები ვართ და ვიცით, რომ თქვათ ჭკვრის დაკლა ან დეკეულის დაკლა, არავით არ ყურატის დაკლა, არაფერ კავშირში შეიძლება არ იყოს ან წვიმასთან, ან სიმშრალესთან და ასე შემდეგ. ანუ ამას ზემოქმედება ბუნების კანონებთან არ აქვს. და ის, რასაც ჩვენ ვხედავთ წმინდა სახის ძალადობას და ეს რა თქმა უნდა მოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე, მოქმედებს ჩვენს ნერვებზე, მით უმეტეს ახლა ამ ფილმშიც რო უყურებდი, რამდენჯერმე ეს ფილმი ნანახი, მაგრამ ახალ კადრიდან ცხრისთვის ხელის გამოღატვრა და თავის მოჭრის სცენა და თუ თქვათ ხშირად ფილმებში, მხატვრულ ფილმებში ეს ყოველთვის დადგმული არის ხოლმე და ჩვენ იქ რაღაცა იმიტაციას თამაშს ხედავთ, აქ ვიცით თან პლუს რომ დამატებით ისიც რომ აქ ყველაფერს რასაც ხედავთ ნამდვილი არის, ნატურალური სცენებია, ნატურალური სისხლია და ნამდვილად იკვლება ეს ცხოველი, ცხვარი და ყველაფერი ნამდვილი არის. აი სინამდვილის აღქმა არის შემზარავი. მაგრამ ეს სინამდვილე არის ის, რასაც დგას ადამიანთა ერთობა და ეს არის მე ვახსენე რომ მამათა და პაპათა წესი არის, მამათა და პაპათა წესი, რომელიც ყოველთვის იმარჯვებს, რამდენადაც ის უფრო ძლიერი არის, ვიდრე ნებისმიერი მათ შორის ისეთი ძლიერი რელიგიის გამოცხადების რელიგია, როგორც არის ქრისტიანობა, რომელიც უპირისპირდება გრძალავს და უარყოფს სისხლიან მსხვერპლს. მაგრამ შეიძლება საიდანაც ჩვენ ამოვიღოთ ავგრძალოთ, მაგრამ აკრძალვა ყოველთვის გულისხმობს მის გადატანას სხვა სფეროებში. ანუ აკრძალული არ იკარგება, რაც უნდა ავგრძალოთ ის, რაც არის ძალიან ფუნდამენტური ადამიანის ბუნებისთვის დამახასიათებელი, მას ჩვენ დავინახავთ სხვა მხარეში სახეცვლილი ფორმით. აქ შეიძლება ხშირად მიმართავენ მეცნიერები, ანთროპოლოგები, კონრად ლორენცი, ცნობილ ბიოლოგს, 20 საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბიოლოგს, ნობელის პრემიის ლაურეატს, რომელსაც მიაჩნდა ადამიანის ფუნდამენტურ თვისებად აგრესია და აგრესიისკენ ტოლობა. აგრესია ეს არის ადამიანური თვისება და მთელი კულტურის ამოცანა თუ კულტურული მცდელობები აგრესია მოთოქონ იღებს სხვადასხვა ფორმებს. შეიძლება ადამიანი საკუთარი ხელით არ კლავდეს ცხოველს, მაგრამ მისი ტოლობა მკვლელობისა და დესტრუქციისაკენ ვლინდება სხვა ფორმებით. ეხლა მე შევეცდები ცოტა პატარა ისტორიულ ანთროპოლოგიური ექსკურსის მეშვეობით მოვიდე ისევ დღევანდელობამდე და ვაჩვენო სად შეიძლება დავინახოთ სახეცვლილი მსხვერპლშეწირვის რიტუალები. ცოტა მოგრძო ერთ აბზაციან ციტატას წავიკითხავ ერთ-ერთი ძველესი თხზულებიდან კაცობრიობის ისტორიაში, ეს არის ბაბილონური შესაქმნის ეპოსი სახელწოდებით ენუმა ელიში. ენუმა ელიში ბაბილონის პირველი სიტყვები ამ ეპოსის ოდეს მაღლა ნიშნავს ბაბილონურად და აქ არის აღწერილი ადამიანის შესაქმი. მოკლე ისტორიას შეგახსენებთ, თავდაპირველად
მოხდა დაპირისპირება ძველი თაობის და ახალი თაობის ღმერთებს შორის, რომელიც დასრულდა ახალი თაობის ღმერთების გამარჯვებით და სამყარო ახალი თაობის ახალგაზრდა ღმერთმა მარდუქმა, რომელიც გახდა ღმერთების მეფე, გაიმარჯვა, განკვეთა, აქაც ვხედავთ პირველ სამსხვერპლო რიტუალს, მან განკვეთა საკუთარი წინაპარი ურჩხულად გამოსახული ქალღმერთი თიამათი და მისი ორად გაპობილი სხეულისგან შექმნა სამყარო. და ახლა უკვე დგება საქმე ადამიანის შესახებ. როგორ უნდა შეიქმნას ადამიანი? და ახლა წავიკითხავ ზუსტად ამ ფრაგმენტს. ბაგენი გახსნა მარდუქმა ეას ეტყვის, გულში რომ გაუჩნდა იმ ზრახვას უზიარებს, სისხლს შევამტკიცებ, ძვალს გავაჩენ, დავსვამ ლულუს, კაცი იქნება სახელი მისი. შევქმნილ ლულუ კაცს ღმერთების სამსახური დაეკისროს, რათა შეისწვენონ ღმერთებმა. ამასთანავე ღმერთების გზებს გონივრულად მოვაწყობ, ორ ნაწილად გაიყოფიან, განათანაბრად იქნებიან პატივდებულნი. იუგო ენქი არის მისი მამა არის ამავე დროს სიბრძნის და მიწის ღმერთი. სიტყვას ეტყვის, ერთ-ერთი ღვთაებრივი ძმათაგანი გაიცეს, განადგურდეს იგი და კაცთა მოდგმა შეიქმნას. ანუ იმისათვის რომ ადამიანი შეიქმნა, საჭირო არის ერთ-ერთი ღმერთთაგანი განადგურდეს, ანუ ღმერთი უნდა დაიქმნას. ძალიან დავაკვირდეთ, რომ მოტივი სულ მუდამ მეუღდება სხვადასხვა მითოლოგიებში და რელიგიებში. ერთ-ერთი ღვთაებრივი ძმათაგანი გაიცეს, განადგურდეს იგი და კაცთა მოდგმა შეიქმნას. შეიკრიბონ დიდი ღმერთები, დამნაშავე გაიცეს. შეჰყარა მარდუქმა დიდი ღმერთები, ყურს უგდება ღმერთები ნათქვამს მისას. მეფე სიტყვას ეუბნება, აღსრულდა ჭეშმარიტად, რაც ადრე გამოგეცხადათ. ახლა ჭეშმარიტს გეტყვით, გეფიცებით. ვინ იყო იგი ომი რომ ატეხა? თიამათი რომ აამხედრა და ბრძოლა წამოიწყო. გაიცეს იგი, ომი ვინც ატეხა. იგი დაისაჯოს. თქვენ მშვიდად იყავით. ასე მიუგეს იგი გებმა, დიდმა ღმერთებმა. კინგუა იგი, ომი რომ ატეხა, თიამათი რომ აამხედრა და ბრძოლა წამოიწყო. კინგუ იყო მთავარსარდალი აი ქაოტური ძველი ღვთაებებისა, რომლებიც დაამარცხეს ახალი თაობის ღვთაებებმა. შეკრეს იგი და ეას წინაშე მიიყვანეს, სასჯელი დააკისრეს, სისხლი ამოართვეს, მისი სისხლისგან კაცთა მოდგმა შექმნეს, ღმერთების სამსახური დააკისრეს მათ, რათა განთავისუფლებულიყვნენ ღმერთები. აი ამ ფრაგმენტით შეგვიძლია დავინახოთ ჯერ ერთი, რომ ადამიანი იქნება დაკლული ღმერთისაგან, ის დაკლული ღმერთი ვინც არის კინგუ, ანუ მთავარსარდალი ქაოტური ძველი თაობის ღმერთების ლაშქრისა, მას ედება ბრალი დანაშაულში, ანუ ის ვინც უნდა დაიკლას, ვისი მსხვერპლიც უნდა იქნას გაღებული, ის უნდა იქნას ცნობილი დამნაშავედ. აქ ჩავთავდი ერთ საკმაოდ გავრცელებულ და ავტორიტეტულ ანთროპოლოგიურ თეორიას, რომლის შემქმნელიც არის შარშან გარდაცვლილი ფრანგი თეორეტიკოსი რენე ჟირარი და მისი თეორია მიმეტური მსხვერპლის შესახებ. მიმეტური მსხვერპლი, ანუ მიბაძვითი მსხვერპლი, მოტივირებულია ადამიანში სურვილით და ამას უწოდებს სწორედ მიმეტურ სურვილს, მიმეტური სურვილი, მიმსგავსების სურვილი, ანუ მიბაძვის სურვილი და ეს მიბაძვის სურვილი გულისხმობს გამეორებას გარკვეული ქმედებების და ეს გამეორებები საჭიროებს მსხვერპლის შეწირვას, რომელმაც უნდა მოიტანოს სიმშვიდე ადამიანებში. რა იგულისხმება სიმშვიდეს მოტანაში? თუ იჭდება ეპიდემია, არეულობა ქვეყანაში, რაღაცა ტიპის კრიზისი, ანუ დავარქვათ ამას კრიზისული სიტუაციები, იმისათვის რომ საზოგადოება არ დაიშალოს, საზოგადოებრივი ერთობის შენარჩუნება მოხერხდეს, საჭიროა მოიძებნოს დამნაშავე და იქნას ყველგან შეწირული. აი ამას აღწერს და ამის ერთ-ერთ მაგალითად მოაქვს რენე ჟირარს, მაგალითად ოიდიპოსის ისტორია, მეფე ოიდიპოსის ისტორია, ის რომელიც არის სოფოკლეს ტრაგედიაში ოიდიპოს მეფეში აღწერა. კერძოდ ვახსოვს, რომ თებეში არის ეპიდემია გავრცელებული, წყლული და აპოლონთან გააგზავნიან, აპოლონის ორაკულთან გააგზავნიან კრეონს და აპოლონი ორაკულის მეშვეობით ამცნობს, რომ საჭიროა დაისაჯოს მეფე ლაიოსის მკვლელი.
და ეს მკვლელი მე როგორც გაიგროვა არის თავად ოიდიპოსი, მეფე ოიდიპოსი და ოიდიპოსი უნდა დაისაჯოს, უნდა განიკვეთოს იმისათვის, რომ გადარჩეს თებე. ან ერთი მხრივ თუ ჩვენ ლოგიკურად შევხედავთ, არავით არ კავშირში ეპიდემია მეფის მკვლელობასთან, დანაშაულთან და ცდოვშეწირვასთან არ უნდა იყოს. მაგრამ ამ პრინციპს ეწოდება, როგორც რენე ჟირარი უწოდებს, განტევების ვაცი. განტევების ვაცი არის იმისათვის, რომ საზოგადოება არ დაიშალოს და შეერიგდეს. მან უნდა მოძებნოს დამნაშავე და დასაჯოს ეს დამნაშავე სიკვდილით, რომელშიც გადადის მთელი თემის დანაშაული, მთელი უწმინდურობა, რომელიც შეიძლება დატრიალებულიყო ამ თემში, ამ საზოგადოებაში და ის განიწმინდოს, განიცადოს მან კათარზისი და გათავისუფლდეს მასზე დადებული ცოდვისა თუ დანაშაულისაგან. აი ასეთად მოიძებნება სოფოკლესთან ბერძნულ ტრაგედიაში თავად ოიდიპოსი და მისი განკვეთით, მისი დასჯით თავისუფლდება ეპიდემიისგან თებე. რენე ჟირარს აქვს კიდევ რამდენიმე მაგალითი, ყველაზე ცნობილ მაგალითად ის იღებს სწორედ ახალი აღთქმის ისტორიას და ქრისტეს ჯვარცმას. მას მოაქვს პირდაპირ ციტატა იოანეს სახარებიდან, როდესაც მღვდელმთავარნი მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ უნდა მოეპყრან ისინი ქრისტეს, რომელსაც შფოთი აქვს შემოტანილი საზოგადოებაში. და მათი განაჩენი არის ესეთი, რადგან შფოთი გაჩნდა, შფოთი უკვე გულისხმობს განსხვავებული აზრები შემოიტანა ქრისტემ, დაარღვია გარკვეული წესები და ამ შფოთმა მიიყვანა საზოგადოება დაშლის პირას. და ეს დაშლის გამო მის გადარჩენილი საზოგადოება რომ გადაარჩინოს დაშლისგან და შფოთისგან, საჭიროა დაისაჯოს და მღვდელმთავარი ამბობს საჭიროა დაისაჯოს ერთი, მოკვდეს ერთი, რათა გადარჩეს მთელი ერი, მთელი ხალხი. და განაჩენი შესაბამისად არის ქრისტეს ჯვარცმა. კიდევ ერთი მაგალითი უკვე არა რელიგიური ტექსტიდან, არამედ უკვე ახალი დროებიდან, სწორედ განმანათლებლობის ხანიდან თუ განმანათლებლობის ბოლო დიდი აკორდიდან, ეს არის საფრანგეთის რევოლუცია. საფრანგეთის რევოლუციის წინა პერიოდში ვრცელდება პროპაგანდა, მიმდინარეობს პროპაგანდა სამეფო ოჯახის წინააღმდეგ, მაგრამ რაც უნდა უცნაური არ იყოს, არა თავად მეფე ლუი მე-16-ის წინააღმდეგ, არამედ მისი მეუღლის დედოფალ მარი ანტუანეტას მიმართ. ცნობილი გამონათქვამი, თითქოს მარი ანტუანეტს ერთხას, რომ ვისაც პური არ აქვს, მან დამწყრები უნდა ჭამოს, ესეც საერთოდ ერთგვარი თანამედროვე ტერმინოლოგიით შავი პიარის ერთ-ერთი ნიმუში არის. მაგრამ რატომ მარი ანტუანეტა? თორემ მარი ანტუანეტა რამდენადაც საფრანგეთში უკვე გაჩენილი არის ნაციონალიზმი, უკვე გაჩნდა ფრანგი ნაცია, ფრანგი ერი, რაც და შესაბამისად ის უკვე საზოგადოება ახალ ფორმაციაშია შესული, შუა საუკუნეებში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ვინ რომელი ეთნიკური წარმომავლობის არის თუ კი ის განსაკუთრებით მით უმეტეს თუ ის სამეფო ოჯახის წევრია. და დედოფალი მარი ანტუანეტა არის ჰაბსბურგების დინასტიის წარმომადგენელი, ანუ ავსტრიელი. ის არის უცხო სამეფო ოჯახში, უცხო სახელმწიფოში, უცხო ელემენტი. ამდენად სწორედ მარი ანტუანეტი ხდება თავდასხმების სამიზნე. და არა იგივე მისი მეუღლე, რეალური თვითმპყრობელი მეფე ლუი მე-16. და მარი ანტუანეტი იქცევა განტევების მაცად. ეს არის რენე ჟირარის აზრი და მარი ანტუანეტის ფიზიკური დასჯა, ისევე როგორც გილიოტინაზე თავის მოკვეთა, ისევე როგორც მისი ქმრის ლუი მე-16-ის არის სხვადასხვა რიტუალი, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ახალი ნაციის, ახალი საზოგადოების ჩამოყალიბებას. ფრანგი ერის, საფრანგეთის რესპუბლიკის, მაგრამ რესპუბლიკა ამ შემთხვევაში როგორც პოლიტიკური წყობილება არ არის ნამდვილად მნიშვნელოვანი, რამდენად მნიშვნელოვანი არის ახალი საზოგადოების ჩამოყალიბებას. ანუ მონარქიისგან, ძველი რეჟიმისგან, ონსიენ რეჟიმისგან გათავისუფლებას და ახალ ფაზაში, ახალ ფორმაციაში გადასვლას. მას სჭირდება სამსხვერპლო ქმედება. ისევე როგორც ძალიან ცნობილი სიტყვები მაქსიმილიან რობესპიერის, რომელმაც ამგვარად დაასაბუთა სასიკვდილო განაჩენი ლუი მე-16-ისა, ლუდოვიკო ლუი უნდა მოკვდეს იმისათვის, რომ იცოცხლოს პატრია, იცოცხლოს სამშობლო. ანუ მეფის მსხვერპლზე შეწირვა არის საჭირო
იმისათვის რომ იცოცხლოს დაიბადოს პატრია, დაიბადოს სამშობლო. თუ კი მანამდე ლოიალობის სუბიექტი არის თავად მეფე და მეფე განასახიერებს სამშობლოს, არავით არის სამშობლო როგორც ასეთი არ არსებობს, არსებობს მეფე და მესამე მიმორჩილება, ის არის გამსაზღვრელი კოლექტიური იდენტობებას დავარქვით თუ ერთობას და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში უკვე პარადიგმა იცვლება. ეს ძველი სისტემა, ძველი რეჟიმი თავდება და შესაბამისად მისი მთავარი სიმბოლო მეფე უნდა იქნას განადგურებული და მისი მსხვერპლშეწირვით დაიბადოს შეიქმნას სამშობლო, ლოიალობის ახალი სუბიექტი. და სწორედ აი ამ ქმედების შემდეგ იბადება ახალი საფრანგეთი, მსხვერპლშეწირვით, მეფის მსხვერპლშეწირვით. იგივეს ხედავთ ჩვენ 1917 წლის რუსეთში, როდესაც ნიკოლოზ მეორის და მთელ მის ოჯახს სიკვდილით სჯიან, დახვეწენ, სიკვდილით დასჯაც პირობითია, იმიტომ სიკვდილით დასჯა გულისხმობს სასიკვდილო განაჩენს სასამართლო პროცესი. არის ნაბუდება როგორც მსხვერპლშეწირვის ობიექტის იკვლება და მთელი მისი ოჯახი უნდა დაიკლას, იმიტომ რომ დაიბადოს მისგან ახალი სახელმწიფო, ახალი ნაცია, ახალი წესრიგი. ეს არის შემდგომში უკვე საბჭოთა ის რაც საფუძვლად დაედო საბჭოთა კავშირს. ანუ რეპრესიები, მასობრივი ჟლეტები ჩვენ ძალიან არარაციონალურ სფეროში შევდივართ მესმის და ვაცნობიერებ იმას, რასაც ვამბობ, აქ მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება დავარქვათ სიბნელესთან, ბნელ ინსტინქტებთან აქვს საქმე. სიბნელეში გულისხმობ არა იმას, რომ ვთქვათ, ის რაც ჰუმანისტებმა შემოიტანეს ვიღაცები ბნელები არიან და ვიღაცები წინწასულები და პროგრესული. ამ მნიშვნელობით არ გულისხმობ. სიბნელეში გულისხმობ იმას, რასაც ჩვენ ვერ გადავიტანთ რაციონალურ კატეგორიებში. კი არის ცდილობები, ვთქვათ, იგივე ფსიქოანალიზმას ცადა გადაეტანა რაციონალურ კატეგორიებში და რაციონალურად აღეწევა. და ფსიქოანალიზიც და ფროიდიც მიდის იმ დასკვნამდე მისი სწორედ რაციონალური ტერმინებით აღწერით, მაგრამ ფინალური ფრაზა მისი არის ისევ და ისევ პოეტური. ეს არის მისი ცნობილი წიგნი, სადაც მას სცადა სწორედ წარმოედგინა და აღეწერა ადამიანთა საზოგადოების გაჩენა, როგორ ხდება, ადამიანის გამოყოფა ცხოველთა ჯოგიდან და მისი გარდაქმნა საზოგადოებად, აუცილებელ ფორმად აჩვენა მან მსხვერპლის საჭიროება. და ეს მსხვერპლი არის ეგრეთ წოდებული პირველადი მამა თუ დიდი მამა, რომლის მოკლასაც ეფუძნება ცხოველის გაადამიანება. პირველი ქმედება, რომელიც ადამიანს აქვს ჩადენილი, ეს არის მკვლელობა. და სწორედ მკვლელობა აქცევს მას ცხოველთა სამყაროდან გამოყავს და აქცევს ადამიანად. თითქოს პარადოქსული არის, რა, ყველაზე მეტად ანიმალური ინსტინქტი რაც არის, მკვლელობის ინსტინქტი და ცხოველური საწყისი ადამიანში, ის გადაიქცევა საფუძვლად მისი გაადამიანების და შემდგომში მასთან ახლავს ჩვენ ამ წარმოვიდგინოთ ის, რომ ეს არის სანქცია მკვლელობისკენ და ადამიანი აუცილებლად ადამიანობა გულისხმობს გულას, არამედ ამასთანავე მკვლელობის აკრძალვა. რეგლამენტირება, ანუ გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა და ჩარჩოებში მოქცევა ნიშნავს სწორედ იმას, რომ მისი გამოყენება უნდა მოხდეს ეკონომიურად. აი ამ ეკონომიას და ეკონომიკურ პრინციპებს ქმნის რელიგია და რელიგიური რიტუალი. ანუ მკვლელობა კვლავ იღებს საკრალური ქმედების ხასიათს. ჩვენ იგივე თუ დავაკვირდებით ამ ფილმს და იმ ფაქტებს, რომელიც შეიძლება ფილმისგან დამოუკიდებლადაც ვისაც გვინახავს ასეთი ხატობები, დღეობები და საქართველოში არის შემონახული განსაკუთრებით მთიან რეგიონში უხვად და არა მარტო მთიან რეგიონში, ჩვენ უბრალოდ ჩვენი ხედის ფოკუსი გვაქვს გამახვილებული მთიან რეგიონებზე, იგივე ტარდება ბარშიც. შეიძლება ეს არ იყოს დამახასიათებელი უბრალოდ ურბანული რიტუალების სათვიც, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით ცხებშეწირვა. საკლავის დაგლა, მაგრამ არაურბანულ გარემოში ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა. იქნება მამალი, იქნება ცხვარი, დეკეული და ასე შემდეგ. რა შინაარსის დანახვა შეგვიძლია და რატომ მიდის кейფი, რატომ მიდის ღრეობა? ღრეობა ეხლა ეს კონკრეტული ტერმინი არის აღებული სწორედ საქართველოს მთიანეთში, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, აი დღესასწაულებს რაც მოყვება, ბოლოს ფინალური არის ღრეობა. ჩვენ რაც დავინახეთ, ჩვენ ხედავთ აქ სრულიად შეიძლება ითქვას პროფანულ ქმედებას. პროფანული
ვერაფერს საკრალურს, ვერაფერს წმინდა ქმედებას ვერ ავხედავთ, არა? მაგრამ ეს ამის უკან არის ჩადებული სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი. თუ სხვაგვარი შეიწირა, მაშინ რელიგიური რიტუალი სრულდება, მაშინ რატო კეიფი? აი ესეც არის არათუ უბრალოდ ჩადებული საკრალურ რიტუალებში, არამედ ენაშიც კი არის გადატანილი. ცალკეული ტერმინების ანალიზი, სხვათა შორის ერთ-ერთი სრულიად უნიკალური ნაშრომი ამ მიმართულებით ეკუთვნის ქართველ მეცნიერ ზურაბ იგნაცას. მან გაანალიზა ქურუმის მღვდელმსახურის აღმნიშვნელი უძველესი სიტყვები და მღვდელმსახურის უძველესი სიტყვები, რომელიც ყველაზე კარგად არის შემონახული მაგალითად ჩვენთან ყველაზე ახლოს ყოფილ რუსულ ენაში. ქურუმი რუსული სიტყვა არის ჟრეც. ჟრეც მოდის სიტყვა ჟრაც, ჭამიდან. ანუ ქურუმი არის ჭამელი. ანუ ის ვინც ჭამს, შთანთქავს. და ჭამას აქვს ასევე საკრალური ქმედების შინაარსი. ანუ ჭამა და დაყურება არის ასევე ნაწილი საკრალური რიტუალისა. თუმცა ბერძნებს სხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდათ ამის მიმართ. ეს სხვაგვარი დამოკიდებულება ჩანს ჰესიოდესთან, უძველეს ბერძენ ავტორთან, რომელიც არის შემონახული. კერძოდ იმ ადგილას, სადაც არის მოთხრობილი პრომეთეს მიერ ადამიანის შექმნა. პრომეთემ ის რაღაცა უსუსური არსებები, დაუსრულებელი ქმნილებები აქცია ადამიანებად, იმ ადამიანებად, რომლებიც დღეს არსებობენ. და მან გარდა იმისა, რომ ცეცხლი აჩუქა მათ და ბევრი ღვთაებრივი ხელობა ასწავლა აგრეთვე ერთი ცბიერება. და ეს უკვე ჰესიოდეს მიერ არის ცბიერება მოხსენიებული. ეს ცბიერება არის სამსხვერპლო ცხოველის ორად გაყრება. ხორცს იღებენ ადამიანები და იკვებებიან ამ ხორცით, ხოლო ძვლებს უწვავენ და გადასცემენ ღმერთებს. და ეს არის მოტყუება ღმერთების, როგორც ამას ჰესიოდე უწოდებს. ანუ აქ შეგვიძლია გავიხსენოთ ის შინაარსი, ის მნიშვნელობა, რომელიც მე-20 საუკუნეში ორმა დიდმა სოციალურმა თეორეტიკოსმა, სოციალურმა ფილოსოფოსმა, თეოდორ ადორნომ და მაქს ჰორქჰაიმერმა ჩადეს დაინახეს მსხვერპლშეწირვის რიტუალებში. მსხვერპლშეწირვის რიტუალი ადორნოსა და ჰორქჰაიმერისთვის ეს არის განმანათლებლური აქტი. განმანათლებლურ აქტში რა იგულისხმება? კერძოდ ეს არის სავაჭრო ხელშეკრულება. ადამიანი, როგორც საქმიანი ადამიანი, საქმიანი გარიგების დროს, ასე საქმიან გარიგებაში შედის ღვთაებასთან და ის უდებს სავაჭრო ხელშეკრულებას. მე დაგიკლავ, მოგიტან საკლავს და შენ შემისრულებ სანაცვლოდ შემისრულებ სურვილს. ანუ ეს არის ძალიან რაციონალური გარიგება ყოველგვარი მისტიკის გარეშე. აი ეს იყო ადორნოსა და ჰორქჰაიმერის აზრი. ანუ რაციონალური ელემენტი უკვე არის შადებული ისეთ ბნელი შინაარსის ქმედებაშიც, როგორიც არის მსხვერპლშეწირვა. ძველ აღთქმის სამყაროში, ებრაულ სამყაროში, ზოგადად სემიტურ სამყაროში უფრო რადიკალური ფორმები არსებობს. ეს რადიკალური ფორმები არის ის, რასაც ეწოდება სრულად დაწყობა. და უცნაური ადგილი ბოლომდე გაუგებარი დღემდე თავისი შინაარსიდან, თავისი ლოგიკით ბოლომდე გაუგებარი, მაგრამ ის რაც ვაგებინებს, რატომ ვკლავთ ცხოველს. ეს არის აბრაამის მსხვერპლშეწირვა. მოგეხსენებათ ძველი აღთქმიდან ის ცნობილი სიუჟეტი, როდესაც იაჰვე ღმერთი მოსთხოვს აბრაამს საკუთარი ერთგულების, მორჩილების დასამტკიცებლად დაკლას მსხვერპლად შეწიროს თავისი ერთადერთი შვილი ისააკი. და აბრაამიც რწმენის სიმბოლო არც დაფიქრდება ისევ წაიყვანს თავის ერთადერთ შვილს ისააკს, გაამზადებს ყველაფერს შეწირვისათვის, აიყვანს გორაკზე, შეშას დაალაგებს, დააწყობს ისე რომ ცეცხლი წაუკიდოს და როდესაც მოამზადებს თავის ხანჯალს, რომ ყელი გამოჭრას საკუთარ შვილს, სწორედ აი ამ დროს შეიცვლება ანგელოზის მეშვეობით, გამოჩნდება კრავი და მან შვილის ნაცვლად უნდა დაკლას კრავი. ანუ მისი ერთგულება
მიიღო ღმერთმა, გამოცდა სწორად გაიარა, მაგრამ მსხვერპლშეწირვა აუცილებელი ხდება, გარდაუვალი ხდება და სამსხვერპლო ობიექტი ჩდება ადამიანის ნაცვლად, ადამიანს ენაცვლება ცხოველი, კრავის სახით. ლოგიკა რა შუაშია კრავი ადამიანთან, რატომ უნდა დაიყვას კრავი, რა თქმა უნდა არ არსებობს. მაგრამ ეს გვაჩვენებს, როგორც უმრავლესობა ანთროპოლოგების თუ რელიგიის მკვლევარების ამბობენ, სწორედ იმას, რომ ცხოველის დაკლა ნიშნავს ადამიანის დაკლას. ანუ ცხოველი არის ადამიანის სუბსტიტუტი. ყველაზე მძიმე ადგილს მივადგეთ ალბათ, იმიტომ რომ ყოველი რელიგიური თეორიები ვასწავლიან, რომ ცხოველის დაკლით ჩვენ ვკლავთ ადამიანს, გავწირავთ მას შეტანილ. და ცხოველი არის სუბსტიტუტი, ანუ ჩანაცვლება ადამიანისა. ჩვენ ვიცით მთელი რიგი კულტურები, სადაც ხორციელდებოდა ადამიანის მსხვერპლშეწირვა. ყველაზე გავრცელებული მეზოამერიკული, ანუ კოლუმბამდელი მოსახლეობის ამერიკის ინდიელებს, ვისაც უწოდებთ, კერძოდ აცტეკების სამეფოში, სადაც გავრცელებული იყო სწორედ ადამიანთა მსხვერპლშეწირვა. ასპარეზობები, ესეც საინტერესო არის, რომ სპორტული შეჯიბრებებიც ახლდა თან, რომელიც იყო ასევე რელიგიური რიტუალის ნაწილი, რელიგიური ქმედება და საინტერესო ის არის, რომ გამარჯვებული ნაწილი ბურთით თამაშობდნენ. დაახლოებით მსგავსი თამაში იყო, რომელიც ძალიან გავს დღევანდელ კალათბურთს. ანუ ერთგვარ კალში უნდა ჩაეგდოთ ბურთი, საკმაოდ რთული ჩასაგდები იყო ეს ბურთი. და ვინც გაიმარჯვებდა, რომელი გუნდიც გაიმარჯვებდა, ისინი დაიღულებოდნენ ღმერთებს, შეეწირებოდნენ მსხვერპლად. და ეს ძალიან საპატიო იყო, რომ შეწიროდნენ ღმერთებს მსხვერპლად. შესაბამისად, ადამიანის მსხვერპლშეწირვა სხვა ფორმით არის საკმაოდ ხილვადად ნაჩვენები იმ რელიგიაში, ვინც აკრძალა მსხვერპლშეწირვა ადამიანს. ზოგადად, ყველანაირი სახის მსხვერპლშეწირვა. რამდენად ეს არის ქრისტიანობა, რამდენადაც ქრისტიანობაში ქრისტეს მსხვერპლი, როგორც გამოსყიდვა მთელი კაცობრიობის, გამოსყიდვა იმ კონფლიქტისა, როგორც პავლე მოციქულის მოძღვრებიდან გამოდის, რომ ადამი დაეცა ცოდვით და ადამის ცოდვა გამოისყიდა ქრისტემ საკუთარი მსხვერპლშეწირვით, საკუთარი თავის მსხვერპლშეწირვით და ამის შემდეგ უნდა დასრულდეს მსხვერპლშეწირვა და ამიტომ ქრისტიანებს ეკრძალებათ დაკლა, საკლავის დაკლა, რადგან ქრისტე არის აბსოლუტური სრულყოფილი მსხვერპლი და არანაირი სხვა მსხვერპლი არ შეიძლება იყოს განმეორდეს მეტი ქრისტიანობაში, მაგრამ ჩვენ დავაკვირდეთ, გარდა იმისა, რომ არსებობს ჯვარცმის სიმბოლო, ანუ დაკნული ღმერთის სიმბოლო, დაკნული ადამიანის სიმბოლო, რომელიც არის მთავარი სიმბოლო რელიგიის, ადრეული ქრისტიანობა და რისი განდიდება ხდება ადრეულ ქრისტიანობაში, ეს არის მოწამეობრივი სიკვდილის. და მას ეწოდება ქრისტეს მიმეზისი, ანუ იმიტაციო ქრისტი, ქრისტეს იმიტაცია. ქრისტეს იმიტაცია გულისხმობს იმას, რომ ისეთივე მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულო, როგორითაც სიცოცხლე აღასრულა ქრისტემ. და შესაბამისად ის მე ადრეც ამბობ ნათქვამი საკმაოდ ესეთი ნებათაღელვა გამოიწვია ამ ნათქვამმა, რომ პირველი ქრისტიანები, რომლებიც მსხვერპლად ეწირებიან, ეს არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, როგორ იდევნება ქრისტიანობა, ქრისტიანობა იდევნება, მაგრამ იდევნება ძირითადად თავარი არგუმენტი, რის გამოც ქრისტიანობას დევნიდა, რომის ყველაზე ტოლერანტული რელიგიური თვალსაზრისით რომის იმპერია, არის ის, რომ ქრისტიანები საბოტირებენ ცხოველის მსხვერპლად შეწირვას. ისინი უარს ამბობენ ორ რამეზე. ერთი, რომ რომის იმპერატორის ცნონ ცოცხალ ღმერთად, რამდენადაც ქრისტიანს მხოლოდ ერთადერთი ღმერთი ჰყავს, და მეორე დაკლან საკლავი. ყველაზე დიდი დევნა ქრისტიანების მიდიოდა სწორედ მაშინ, მაგალითად იმპერატორ დეციუსის დროს, რომელმაც მოითხოვა, რომ დაეკლა ყველა რომელსაც ცხოველი. ძალიან საინტერესო არის სწორედ იმ თემატიკისათვის, რომელზეც ახლა საუბრობთ, რომ რა მიზნით ჩაატარა ეს მასობრივი მსხვერპლშეწირვები დეციუსმა. რომის იმპერია გრევის პირას არის, მარცხ ხდება, ვეღარ ახერხებს ფლობას საკუთარი ტერიტორიების პოლიტიკური სისტემის გარდაუვალი არღვევა, ისინი მისი უძლეველი ლეგიონები მარცხდებიან ზედიზედ და დეციუსს მიაჩნია, რომ საჭირო არის გავაძლიეროთ ლოცვა, როგორც ეს ამბობენ, გავაძლიეროთ მსხვერპლშეწირვა.
და ყველა რომელს დაევალება ყველა შეწიროს თითო სისხლიანი მსხვერპლი. და ქრისტიანები იწყებენ საბადოს. ქრისტიანები არ კლავენ საბადოს. ამიტომ ისინი თავად გადაიქცევიან მოწამეები და თავად იკლებიან აი საკრავის ნაცვლად, რომელიც მათ უნდა შეეწირათ. და იწყება მასობრივი ჟლეტა ქრისტიანების. მაგრამ აი აქ ის რაზეც თქვი რომ დევნაზე მეტად იქმნება ეგრეთ წოდებული მარტიროლოგიური თეოლოგია. მარტიროლოგიური თეოლოგიის თუ მოწამეობის თეოლოგიის ავტორები არიან ის პიროვნებები, რომლებმაც შექმნეს ქრისტიანული ეკლესია, ქრისტიანული რელიგია, იქნება ეს ტერტულიანე, არაერთი წმინდანმა პირველი საუკუნეების, რომლებიც არათუ ტერტულიანი განსაკუთრებული მოვლენა არის, ეს სწორედ მას უწოდეს მოწამეობის თეოლოგი, მეორე საუკუნის ქრისტიანი ავტორი, უმნიშვნელოვანესი ავტორი ქრისტიანობის ისტორიაში. მისი აზრით სამოთხეში მოხვედრის სასუფეველში უბრალოდ სასუფეველში მოხვედრის ერთადერთი საშუალება არის საკუთარი დავრელი სისხლი. სამოთხის კარებს აღებს შენი საკუთარი სისხლი, ეს არის ტერტულიანის სიტყვა. სხვა არანაირი საშუალება არ არის იმისა არ არსებობს, რომ ადამიანი სოდვით დაბადებული თუ სოდვილი ადამიანი აღმოჩნდეს სასუფეველში, ღვთის სასუფეველში. აი ეს არის პირველი ქრისტიანობის, პირველი სამი საუკუნის ქრისტიანობის თავარი წამსი, თავარი იდეოლოგია. და შესაბამისად ის მასობრივი თავგანწირვები და მსხვერპლშეწირვები, რომელსაც ვხედავთ ადრეულ ქრისტიანობაში, არის სწორედ აი საკუთარი თავის მსხვერპლად გაღების გამოსახულება. მე ერთ პატარა პარალელს მარტო ქრისტიანობაში ვარ ჩავიედოთ და ავიღებდი ისლამიდან. შიიტური, განსაკუთრებით შიიტური ისლამი. შიიტური ისლამი ეფუძნება თავარი, ეს არის ყველაზე მეტად მოწამეობაზე აგებული საწმლოება, შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანობასაც კი უწევს კონკურენციას შია და შიას თავარი დღესასწაული ეს არის ქერბალაში პილიგრიმობა. ქერბალა დღევანდელ ერაყში მდებარე ქალაქი, რომელიც დაიბომბა 2003 წელს ამერიკის ბრიტანეთის ინტერვენციის დროს და ამან რა თქმა უნდა მოსალოდნელი იყო ეს გამოიწვევდა სულ ესე ყველაზე წმინდა ადგილი შიიტებისათვის. იქ არის დაკრძალული იმამი ჰუსეინი. იმამ ჰუსეინის მოწამეობრივი სიკვდილი ეს არის ცენტრალური ადგილი, როგორც ქრისტეს ჯვარცმა არის ქრისტიანობისათვის, ისევე არის იმამ ჰუსეინის თავგანწირვა მოწამეობრივი სიკვდილი შიიტური ისლამისათვის. ერთი შიიტური საგალობელი ასე იწყება ესეთ შინაარსისადმი, უბრალოდ რა თქმა უნდა ვერ დავიცავ იმის გასაოცარ სილამაზეს, რომელიც არის ამ საგალობელში მოცემული, უბრალოდ მოუყვების შინაარს და პოეტური ფრაზებით მიდის ადამი განდევნილი საიდუმიდან ედემის ბაღიდან მიაბიჯებს და უცებ წამოკრავს ფეხს, დაენარცხება, სახეს დაარტყავს ქვაზე და დასისხლიანებული აღმართავს თავს ზეცისკენ და მიმართავს ალაღს, რაკონჯი უფალო კიდევ რამე შევწოდე. და მას მოესწრება ალაჰის ხმა, არა შენ ახალი არაფერი არ შეგიწოდავს, უბრალოდ რომ იცოდე ეს ის ადგილია, სადაც იმამ ჰუსეინს თავს მოკვეთავენ. მეორე სტროფი ამ საგალობლის არის ქრისტე, ანუ ყურანში ისა ალ-მასიჰი, იესო მესია, დაინახავს ატირებულ ჯეირნებს. და ის მივა წემსი კეთილი იესო ისა მივა ჯეირნებთან და ეტყვის რა გატირებთ თუ ვინმე გაწყენინათ ან შეგაშინათ და ჯეირნების გუნდი პასუხობს იესოს. არა ეს ის ადგილია, სადაც მომავალში თავს მოკვეთენ იმამ ჰუსეინს. ანუ იმამ ჰუსეინის სიკვდილი და მისი შეწირვა არის თავარი ყველაზე წმინდა პუნქტი შიიტური ისლამის. შესაბამისად ის სისხლიანი რიტუალებიც, რომელიც არის თვითგვემის საკუთარი თავის დასაფიჩრების
დასისხლიანების რიტუალები, შახსეიბახსეი, რომელიც ყოველთვის თბილისში სრულდებოდა შეიტურთებში, არის თავარი რელიგიური ქმედება, რელიგიური აქტი, ანუ სისხლის დაბრის აქტი, რომელიც არის გამომსყიდველი და რომელიც არის გამაერთიანებელი თემისა. იმ თემისა თუ იმ ერთობისა, რომელიც უნდა შეიქმნას. ეხლა ძალიან ბევრი რომ არ მომივიდეს და მთელი დრო არ დავიკავო, ვეცდები უფრო გადმოვიდე საკრალურიდან, საკრალური როგორ გადმოდის თანამედროვეობაში. აი ის უკვე თანამედროვეობის ეპოქაში როგორ ვხედავთ ამ რიტუალებს, ანუ რომ მოვსინჯოთ რამდენიმე ის რაც მოდის არქაიკიდან, ძველი სამყაროდან, მითების და რიტუალების სამყაროდან, როდესაც რიტუალი ეს ცოცხალი წმინდა ქმედება არის და შესაბამისად მეტი ლეგიტიმაცია გააჩნს მას, ანუ სამყაროს შესაქმნის და დაფუძნების მსხვერპლი. აი აქვე გავიხსენებდი კიდევ ერთ ციტატას, რომელიც არა რომელიმე ანთროპოლოგს ან რელიგიის მკვლევარს, არამედ მეოცე საუკუნის ერთ უდიდეს პოლიტიკურ ფილოსოფოს ჰანა არენდს ეკუთვნის. ჰანა არენდის სიტყვებია, რომ ახალი საზოგადოება და ზოგადად დაფუძნება რაღაცის საჭიროებს და ეფუძნება მსხვერპლშეწირვას, სისხლს, დაუბრუნდ სისხლს. კიდევ ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის აფირმაცია, ეს არ არის იმას, რომ აუცილებლად კარგი არის ეს, რომ ან მოწოდებად გავიგოთ, რომ ჰანა არენდი მოგვიწოდებს იმისკენ, რომ სისხლი უნდა დაიღვაროს თუ კიდე რაღაცა შევქმნათ, მაგრამ საქმე ეხება იმას, რომ ადამიანის ქმედებები, ადამიანთა მრავლობით რიცხვში ვიტყვი, ანუ კოლექტივი ჩნდება და ეს არის რაღაც ინსტინქტის დონეზე, კოლექტიური არ მინდა ეს სიტყვა ამჯერ ამ ტერმინს არსებობს კოლექტიური არაცნობიერები ხმარო, მაგრამ აი ეს კოლექტიური ცნობიერების შედეგად წამოსული შეიძლება დავარქვათ ტრადიცია, რომელიც ბოლომდე რომ შინაარსი გაუცნობიერებელია ჩვენთვის, გულისხმობს შეუცეწირვას. თავად ჰანა არენდი მოაქვს ორი მაგალითი. ეს არის რომის დაფუძნების მითი, როდესაც რომულუსი ქალაქის დამაარსებელი კლავს საკუთარ ძმას. და მეორე მითი ეს არის ძველი ართმიდა, როდესაც კაინი კლავს საკუთარ ძმას აბელს. და აქედან მოდის ჰანა არენდის ეს ცნობილი სიტყვები, რომ ძმის მკვლელობა არის დაფუძნების ფაკუთხები. ძმის მკვლელობაზე ფუძნდება საზოგადოებრივი ერთობა. მეორე მომენტი ახალ ეპოქაში გადმოტანილი, ეს არის კოლექტიური დანაშაულის ქმედება. რას ნიშნავს კოლექტიური დანაშაული? ნებისმიერი სახის მსხვერპლშეწირვა, ამავე დროს ადამიანი, რომელიც კლავს, აკლავს, ის ამავე დროს ხელებს ითვრის სისხლით. იმიტომ რომ ნებისმიერი კულა რელიგიურ ცნობიერებაში არის აგრეთვე ტაბუდადებული. და როდესაც ადამიანი ჩადის მსხვერპლშეწირვას, ანუ ის კლავს თუნდაც ცხვარს, არა ადამიანს, არამედ ცხვარს ან დეკეულს და ასე შემდეგ, ან ქათამს, ის ითვრის ხელებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სისხლი არის ამავე დროს გამწმენდელი. და საჭირო არის შემდგომში განწმენდის რიტუალის, კათარზისის რიტუალის შესრულება. აი როგორიც არის ვთქვათ ანტიკური ტრაგედიიდან, ეს ისე სოფოკლეს ტრაგედიიდან რომ ავიღოთ, როდესაც ორესტე, რომელმაც საკუთარი ხელებით მოკლა დედამისი და დედამისის ქმარი, კლიტემნესტრა, მან უნდა ჩაიტაროს განწმენდის რიტუალი, მიუხედავად იმისა, რომ ის ვთქვათ მართალია არის თავის ქმედებაში, მაგრამ მან დაღვარა სისხლი. მაგრამ იგივე ეხება განწმენდის რიტუალსაც, ანუ ის დამნაშავე არის ადამიანი, რომელიც ითვრის ხელებს სისხლით, ის უნდა გაიმწმინოს. და ანუ რას ნიშნავს ეს განწმენდა? უკვე ცოტა რაციონალურ ტერმინებში შემოვიდათ, აქ არის დანაშაულის გაცდა. და გადავდივართ ფსიქოლოგიურ სფეროში და არ შემიძლია არ ვახსენოთ ფროიდისათვის კოლექტიური ერთობა იქნება კოლექტიურად ჩადენილ დანაშაულის საფუძველზე. ანუ ჩვენ ვერთიანდებით, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვაქვს რაღაცა დანაშაული ჩადენილი. ერთობლივი დანაშაული და ის დაგვირილი სისხლი ვიღაცის უდანაშაულოს დაგვირილი სისხლი, ან თუნდაც მიგვაჩნდეს რომ ის დანაშაული იყო და სწორად დავსაჯეთ, გვაერთიანებს ჩვენ
და ეს ერთობა შეუძლებელი არის დანაშაულის განცდის გარეშე. დანაშაულის განცდა, რომელიც დგას, რომელიც წარმოიშობა ჩადენილი მკვლელობის საფუძველზე, გვადუღაბებს ერთმანეთთან. შეიძლება და ეხლა სანამ ბოლო აკორდებზე გადავიდოდე, კიდევ ერთ-ორ მაგალითს მოვიტან, ხოლმე ახალი ეპოქიდან. ახალი ეპოქიდან ამერიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი მამის, თომას ჯეფერსონის სიტყვებიდან. ამერიკელებმა მოიგონეს ესეთი სეკულარული რელიგიური სიმბოლო, თუ კი ასე შეგვიძლია დავარქვათ, თავისუფლების ხე. და დღემდე არის საკმაოდ გავრცელებული ამერიკაში, ვისაც გიცხოვრიათ ჩემგან განსხვავებით, ან ყოფილი ხართ და შესწრები ხართ ამ სანახაობას, ესე ხე, რომელსაც ეწოდება თავისუფლების ხე, ეს არის ესეთი ცენტრალური ფიგურა ტრადიციული საერო რიტუალების შესრულების. კიდე ხას უსწავლებს ქრისტიანობასთან ან მრავალსახეობ რელიგიებთან, რომელიც ამერიკაში არის გავრცელებული, არაფერი საერთო არ აქვს. ეს თავისუფლების ხე ეს არის წმინდად ეროვნული სიმბოლო, ეროვნული სეკულარული, მაგრამ ამავე დროს საკრალიზებული, საერო საკრალიზებული სიმბოლო. და თომას ჯეფერსონის სიტყვები არის, რომ თავისუფლების ხე პერიოდულად უნდა ირწყვებოდეს ტირანების და გმირების სისხლით. ანუ ეს არის და ის უწოდებს მას ყველაზე წმინდა სასუქს, რომელიცაც იკვებება თავისუფლება. ან თავისუფლება საჭიროებს ტირანების სისხლს და გმირების სისხლს. ანუ ჩვენ უნდა ვიღაც ტირანები დავამხოთ და ამავე დროს მას უნდა შეეწიროს გმირები. შესაბამისად შეგვიძლია დავინახოთ, რომ მთელი არა მარტო ამერიკული იმპერიალისტური იდეოლოგია, არამედ მთელი ჰოლივუდიც ამ პრინციპზე არის აგებული. გმირი უნდა დაიღუპოს და მისი სისხლით არის აუცილებელი რაღაცის გამოსყიდვისათვის. იმისათვის, რომ გახორციელდეს თავისუფლება თუ გაიმარჯვოს სიკეთე და ასე შემდეგ. და ბოლოს მეორე მაგალითს ავიღებდი უკვე 1989 წლების იუგოსლავიის კონფლიქტი. ძალიან დიდი დებატები მიმდინარეობს ჯერ კიდევ არა ბოლომდე განმავლობებულ ევროკავშირში, როგორ უნდა მოექცეს ევროკავშირი სერბიას და სერბიის დიქტატორს სლობოდან მილოშევიჩს, რომელიც აწარმოებს გენოციდს, ალბანელების გენოციდს. და მიიღება გადაწყვეტილება, რომ სერბია უნდა დაიბომბოს. ძალიან ბევრი დებატია მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, რამდენად გამართლებული თუ გაუმართლებელი იყო ეს სამხედრო ინტერვენცია სერბიაში. იმიტომ რომ დაიბომბა არა კონფლიქტის ზონა, არამედ დაიბომბა ბელგრადი, დაიბომბა ნოვი სადი, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქები სერბიის, დაიბომბა არაერთი სამოქალაქო პირი ამ დაბომბვების დროს და რა გამართლება ჰქონდა ასეთქმედებას. მე არ შევალე ხა პოლიტიკურ დებატებში და პოლიტიკურ არგუმენტაციებს დავსდავანებებ, მაგრამ სწორედ ამ დროს გაჩნდა სწორედ ასეთი ანთროპოლოგიური მოსაზრებები, რომ ევროკავშირმა ჩაიდინა ეს ინტერვენცია, მთავარი მიზანი ამ ინტერვენციის იყო არა ის ცნობიერი ქმედება, რომ გადაარჩინონ ალბანელი ხალხი და დაემხონ ტირანი სლობოდან მილოშევიჩი, რომელიც ალბანელების გენოციდს აწარმოებდა, არამედ კოლექტიური დაბრელი სისხლი. ანუ ევროკავშირი რომ შეიქმნეს და დაფუძნდეს, მან უნდა დაღვაროს სხვების სისხლი, თუნდაც თავისიანის, პოტენციური თავისიანის, სერბიას ტერიტორიულადაც არის ბალკანეთი, არის ევროპა და მომავალი იდეაში მაშინაც იგულისხმებოდა მომავალ წევრად, ანუ კოლექტიურმა დანაშაულმა და დაგვარმა სისხლმა უნდა შეარდუღაბოს ევროკავშირის ქვეყნები ერთმანეთთან. და ისეთი ქვეყანაც კი როგორც იყო გერმანია, რომელსაც კონსტიტუციით ეკრძალებოდა საკუთარი სამხედრო ძალების საზღვრებს გარეთ გაყვანა, ისიც იღებს ამ ქმედებაში მონაწილეობას პირველად და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მოხდა, რომ გერმანულმა ჯარისკაცმა დატოვა გერმანიის ტერიტორია. ანუ აქ უკვე რაღაცა სხვა განზომილებასთან აქვს საქმე. დამატებით მიღებულებასთან, რომელიც კონკრეტულ რაციონალური ქმედებების მიღმა იმალება და მას ენიჭება სწორედ გადაწყვეტი მნიშვნელობა.
და ბოლოს შემაჯამებლად ვიტყოდი, რომ მე უბრალოდ თეზისის სახით შემოვიტანდი, მე ამასა ვერანაირად დღეს ორ ფაქტს ავიღებდი საქართველოს უახლესი ისტორიიდან. პირველი არის სამოქალაქო ომი საქართველოში, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დამხობა და შემდგომ მისი არ ვიცით ბოლომდე თვითმკვლელობა იყო თუ მკვლელობა. მაგრამ ფაქტია, რომ ქართული სახელმწიფო დაეფუძნა პირველი პრეზიდენტის მსხვერპლშეწირვას და სამოქალაქო ომს და ეს მსხვერპლშეწირვა გადაიქცა დაფუძნების აქტად დამოუკიდებელი საქართველოსი. მანამდე პირველი მსხვერპლშეწირვის რიტუალი, რომელიც განხორციელდა და მე უფრო მეტი არგუმენტაციით შემიძლია ვთქვა და არ იყო შემთხვევითი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 9 აპრილს, ანუ 9 აპრილი, რომელიც იყო ასევე კოლექტიური მსხვერპლის დღე, ანუ დაღუპულთა სისხლზე გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ეს ისე უბრალოდ ფაქტების სახით რო დავალაგოთ და გადავალ მესამე ნაწილზე. მესამე ნაწილი ეს სულთად ახლო ისტორიიდან 3 წლის წინანდელი ამბავი. მქონდა ლაპარაკი იმაზე, რომ როდესაც არ არსებობს ადამიანის ტოლვა, აგრესიული ტოლვა, ეს ჩვენ ვიცით კონრად ლორენცისგან, რომლის საზრებებსაც იყენებს როგორც რენე ჟირარი, ასევე ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თეორეტიკოსი ვალტერ ბურკერტის სიტყვები არის, რომ სამყარო კოსმოსი იქმნება სისხლიანი მსხვერპლისაგან და სადაც არ არის სისხლიანი მსხვერპლი და ის ინტერპრეტირებს, რა თქმა უნდა, ის გამოდის მსხვერპლშეწირვის რიტუალებიდან თუ სამყაროს შესაქმნის მითებიდან, ეფუძნება დაღვრილ სისხლს და სისხლი და სამსხვერპლო სისხლი ქმნის კოსმოსს, ისე როგორც ენუმეელის ფრაგმენტი და დავინახეთ, რომ ადამიანი იქმნება სისხლისაგან, მაგრამ ამავე დროს არსებობს არა პირდაპირი სახით დაღვრილი სისხლი. ანუ ჩვენ ვიცით, ანუ იკრძალება მსხვერპლშეწირვა, მაგრამ არსებობს ინსტინქტი გამაერთიანებელი და შემრიგებელი, მე ამას ხაზი მინდა გავუსვა, შემრიგებელი იმისათვის, რომ ჩვენ გავერთიანდეთ და შევრიგდეთ, საჭირო არის მსხვერპლშეწირვის რიტუალი. შეიძლება მათ შორის მე გულისხმობ სიმბოლურ ქმედებაზე გადატანის სიმბოლურად გადატანის მსხვერპლშეწირვის რიტუალს. ანუ პირდაპირ გაგებით საკლავის დაგვის გარეშე. და მისი შინაარსი არის ის, რომ თქვათ რაღაცისგან თავისუფლდებით და ვრიგდებით. ახლა ამ არ ვიცი რამდენად გასაგებად ვიტყვი ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ ამ კუთხით მე აღვიქვავ 2013 წლის 17 მაისის მსხვერპლშეწირვის რიტუალს ვიტყოდი. იმიტომ იქ იმ მასა, რომელიც გამოვიდა და იმ აგრესიულ ქმედებას ჩადიოდა, დარწმუნებული ვარ, რომ ოფიციალურად დეკლარირებული თემა არაფერში არ იყო. ეს არ იყო რომელიღაცა არასამთავრობოების ან LGBT თემატიკის წინააღმდეგ, მაგრამ LGBT თემატიკა იყო ტიპიური სახის თემი, იყო ტიპიური განტევების ბაცი ზუსტად იმ ტერმინოლოგიით და იმ შინაარსით, რომელიც ამაში ჩატო რენე ჟირარმა. საჭირო იყო მსხვერპლი, გამოსტივრის მსხვერპლი იმისათვის, რომ საზოგადოება გათავისუფლებულიყო აი იმისგან, რასაც მე სისხლიანი 9 წელიწადი ეწოდა და ბუნებრივია, რომ ამ დროს მოხდა. გარდა იმისა, მე არ მინდა მარტო თქვა რა სხვა პოლიტიკური პლასტები ამ დღეს არ ქონდა, რა თქმა უნდა, იყო ძალის დემონსტრირება კონკრეტული ინსტიტუციის მხრიდან და იმის ჩვენება ვინ არის ქვეყანაში მთავარი და სახელმწიფო თუ თქვა ეკლესია ამ შემთხვევაში, მაგრამ აქ ეს мотивация, რომლითაც ხალხი გამოვიდა და ეს ბუნებრივი, მე ვიტყოდი, ესეთ შემზარავდა ამ ქმედების ნახვის ჩემთვის მე ვიდეო ჩანაწერები ვნახე. მაგრამ საქართველოში არ ცხოვრობდი და რამაც მე განმაცვიფრა იყო გულწრფელობა. ის ადამიანები განსხვავებით ვთქვათ ლომისობისგან. ლომისობაში მე ეჭვი მიჩნდება ყოველთვის, რომ ეს არის პროფანული, დესაკრალიზებული არის. დესაკრალიზებული არის იმდენად, რამდენადაც იქ რაღაც ინსტინქტით ეკეთებს ადამიანი, კლავს, ზღვარს, მერე ჭამს და მორჩა. შეიძლება კიდე რაღაც სულრეები ჩავთვა. მაგრამ აი
ნამდვილი სინამდვილე რაც დავინახე, ეს იყო 17 მაისს ეს ანთებული რელიგიური ექსტაზი და სურვილი მსხვერპლშეწირვისა, რომელიც ისევ და ისევ თუ რენე ჟირარის ტერმინებით ვილაპარაკებთ, ეს იყო აუცილებლობა იმისა, რომ ეპოვათ განტევების ვაცი და ნაპოვნი აღმოჩნდა, მოიპოვეს მათ უთხრეს, რომ ეს არის განტევების ვაცი, LGBT-თელი არის განტევების ვაცი და შესაბამისად მისი განადგურება საჭირო იყო იმისათვის, რომ გათავისუფლებულიყო რაღაცისგან, რომელიც ამ თემს პირთად აწევს, საზოგადოების პირთად აწევს და მოხდარიყო მათი ინტეგრაცია ახალ ფორმაციაში გადასვლა. აი ამ თვალსაზრისით ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ შემსწრეც კი ვიყავით ისეთი მასშტაბის მსხვერპლშეწირვის საყოველთაო რელიგიური ქმედების, რომელიც რაღაც შეიძლება ითქვას საუკუნეში ერთხელ თუ ხორციელდება და თითქმის აღარ არსებობს თანამედროვე ეპოქაში. ანუ რეალური საკრალური ქმედება, ჩემი აზრით, თუ ლომისობა ან ხატობები უკვე საკმაოდ დესაკრალიზებული არის და საკმაოდ პროფანიზებული არის, ის აღტკინებული ექსტატური მუხტი, რომელიც შეგვიძლია რელიგიურ ქმედების დროს დავინახოთ, იყო სწორედ 17 მაისს 2013 წლის. აქ დავამთავრებ და თუ გაგიჩნდათ კიდე შეკითხვა, სანამ ლაშას გადავცემდეთ სიტყვას, შემიძლია მოკლედ გიპასუხოთ. და ეს მოწოდებები იყო ქართველი რა ვთქვათ, მაშინ არაფორმალებისგან, ასე ვთქვათ, ლიდერებისგან. და ეს მოწოდებები იყო არა მხოლოდ კულუარებში, არამედ იყო მიტინგის ტრიბუნებში. დიდი მადლობა, შეიძლება ხო რა ვიცი შევკვეცე. დავამატებდი იმასაც, რომ აი როგორ წარმოუდგენია მე-20 საუკუნის მიწურულის ინტელიგენტ განათლებულ ნიჭიერ ქართველ მწერალს საქართველოს დამოუკიდებლობა. რა არის საჭირო იმისათვის, რომ საქართველო მოიკვეთოს, თუ ავიღებთ რაღაცი მურმან ლებანიძე, ეს არის კარგი ნიჭიერი ადამიანი რა და განათლებული კულტურული ადამიანი. ან მუხრან მაჭავარიანი შემდგომში მწერალთა კავშირის თავმჯდომარეა ადამიანი, რომელსაც საკმაოდ ესეთი თამამი ფორმები აქვს პოეზიაში შეგვდანი და გამოვალი. შენ სისხლო ჩემო სადარდაბრილო, შენ სადარქორებ და შავი ყორანი, ვინდა გითვალოს, რამდა გითვალოს, აუცილებელი პირობა დაბრილი სისხლის და მუმანიბანის უფლისციხესთან სისხლიანი აყაჩოს ცეცხლი არა დაბრილის დასაყვრელის ალბათ მაცნეა. ანუ და ეს დასაყვრელის ალბათ მაცნე გულისხმობს იმას, ძალიან მარტივად გასაგები სიმბოლური ენაა რა, ის რომ საქართველო ისე უნდა გათავისუფლდეს მამლა ისევ დაბრალოს სისხლი. ეხლა ხო ვერ ვიტყვით, რომ ეს ადამიანი არის სისხლის მსმელი და ბოროტი და მხარია ადამიანების ხოცვა. განსხვავებით ზოგიერთი პოლიტიკოსისგან, რომლებიც აქეზებდნენ ადამიანებს, საკუთარ შვილებს ევროპაში ან ამერიკაში უშვებდნენ და სხვა შვილებს ერეკებოდნენ აფხაზეთში იქნებოდა თუ სხვაგან რა. და ან სხვადასხვა კონფლიქტურ ზონებში. ანუ რასთან აქვს საქმე? გვაქვს სწორედ აი არქეტიპულ დონეზე, პირდაპირ არქეტიპი მოდის. დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ესე იგი სისხლის ზღვრა, განწმენდა, კათარზისი, სისხლი უნდა დაიყვანოს. ანუ ეს სისხლის ზღვრა და შესაბამისად ის უკვე აი 9 აპრილის წინა პერიოდი და მთელი ეს ამბები და სისხლის ზღვრის აუცილებლობა მსხვერპლი და შემდგომ მსხვერპლის ეს სრული განდიდება და გლორიფიკაცია და რატომ გადაიქცა სისხლის ზღვრის დღე, შეიძლება ითქვას 9 აპრილს, ჩემი აზრი არის 9 აპრილს დაიბადა ეს იყო დაბადების დღე იმ ერისა, რომელიც დღეს არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც ქრონოლოგიურად ვიც უფრო ადრე დავიბადეთ, ქართველებად დავიბადეთ ჩვენ 9 აპრილს სწორედ აი დაბრილის სისხლისგან. და ძალადობ ჩვენზე განხორციელებული ძალადობისგან,
რომელიც მე ჩვენ შეწივის წმინდა რიტუალად გარდაიქმნა და გარდაიქმნა იმ დღეებშივე 40-ის აი მე როგორც ილია მეორე ქრისტე აღსდგა საქართველოს აღსდგა უწოდა ამას ანუ და დახოცილი ძრავას დახოცილი ადამიანების სისხლი და მათი წმინდა ნაჭერა სხვა და შემდგომში და ასე შემდეგ რა ანუ ეს არის აუცილებელი იმისათვის რომ რაღაც ახალი დაიბადოს აი ეს არის არქეტიპი ამას ვერაფერს ვერ შეგვიძლია რა და ვერანაირი ჰუმანისტური ლიბერალური დემოკრატიული საგანმანათლებლო რაციონალური ლოგიკა ამას ვერ აჩვენებს და იმის თქმა მინდოდა რომ ისეთ ჩვენ ტრადიციული საზოგადოება ვართ და ტრადიციული დომინირებს აბსოლუტურად საქართველოში მე ამავე დროს ძალიან ესა რაღაცა თბილისის საზოგადოება და თბილისის განათლებული საზოგადოება რომ იძახის რომ ისინი რა ველურები არიან ეს მთიულები და რაღაც ჭამიები და როგორ არის ზესდებათ და საშინელები ჩადიან მე ვიტყოდი რომ ზუსტად ისეთები აქვს ჩადენილი და ჩადიან თბილისის საზოგადოება და ეს განათლებული და განმანათლებლობის ღირებულებებზე მდგომი უბრალოდ სხვა ფორმით და იგივე ჩადის ყველაზე მეტად განმანათლებლობის გამომგონი და რაციონალიზმის გამომგონი საზოგადოებები იქნება ევროპის თუ ამერიკის ამ შემთხვევაში ერთი კულტურული პარადიგმის იგივე გაერთიანებული უბრალოდ სხვა ფორმებით რაციონალიზებული და აბსტრაქტული ფორმებით, ანუ აბსტრაქირება კონკრეტული შეწირვისა, მას შეწირვა დავრილის გადადის სხვა ფორმებში, სხვა ტიპის ქმედებებში. ამდენად არის შემთხვევით თქვათ იგივე წყურვილი, აი ღმერთებს წყურია თლაშა რაც უწოდა ფილმს, ესეც არის ანატოლ ფრანსის რომანის სათაურია რა. და იქ არის სწორედ საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ პირველი მასობრივი ჟლეტა, რომელიც ეროვნულმა რევოლუციურმა განმანათლებლობის ღირებულებებზე და იდეალებზე მდგომა მთავრობამ მოუწყო საკუთარ ხალხს მასობრივი ჟლეტა აღარ ვაპარაკობ რელიგიურ რომებზე არა ანუ ქრისტეს სახელით ჟლიდება ბიან ადამიანები თავბოლოთ არა გაუთავებთ ეს არის მამოძრავებელი რელიგიური ცნობიერებისას და კიდევ აი აქ ვაჩვენებს იმას რაც თქვათ განმანათლებლობით შენერგული და დაფარული არის მის უკანაც იმალება ეს ბნელი ამ შემთხვევაში თქო არარაციონალური რელიგიური ინსტინქტები თუ რაღაცა ტიპის ინსტინქტები ყველა რელიგიის საფუძველი არის სოციალიზმი არ არსებობს სოციალიზმის და სისხლის გარეშე რელიგია რა და აი ვანტერბურგები აი ეს უდიდესი ანთროპოლოგი ადამიანს უწოდებს რელიგიურ ადამიანს უწოდებს homo necans. ან homo necans ლათინურიდან ნიშნავს ადამიანი რომელიც კლავს. ანუ რელიგიური ადამიანი და ამ შემთხვევაში არ მინდა რომ რელიგიურ ადამიანს მივაღებინო შეურაცხყოფა ან რაღაცა. ნებისმიერ ყველა ადამიანი ფაქტობრივად არის ნაჩვენები რელიგია როგორც კულტურის ერთ-ერთი მთავარი თვისება. ანუ ყველა ათეისტიც არარელიგიურიც რელიგიური არის ამ თვალსაზრისით ის არის მკვლელი. ანუ ნებისმიერი სხვა შემწირავი და ეს არის მაშინ ჩადებული. ძალიან საინტერესო მგონია ეს შენიშვნა და ძალიან საყურადღებო, იმიტომ რომ იქაც ტორტი ვინც იუბილარი იქნება თუ ქორწილში მეფე პატარძალი, ან პირველი ნაჭერი მათ უნდა მოაჭრან რა, უბრალოდ დანა გაუყარო. აი ერთ პარალელს მოვიდა კიდევ, რადგან პირველი ღამე და ასე შემდეგ. ეს თვითონ ვანტერბურგერს აქვს აღწერილი აი homo necanში რატომ უნდა იყოს პირველ ღამეს ქალი ქალწული. ეს არის უნივერსალური, ახლა კიდევ თანამედროვე საზოგადოებაში კი თქვა, დასავლეთში აკრა ეს ქალწულობის კულტი. რა მოთხოვნები, არ ვიცი, რაციონალური ამაში არ არის რა.
შეგვიძლია დავინახოთ სექსიზმი და მამაკაცის მიერ ქალის ჩამორა და დაკაბალების მეშვეობა და საშუალება და ასე შემდეგ. მაგრამ ბუკერტს აქვს აღდგენილი აი მთელი ის რიტუალები, არქაული რიტუალები, რომელიც უკავშირდება ქორწინების ღამეს და იმ სისხლის მნიშვნელობას. აქ არის მთავარი სისხლი. არ არის მთავარი ვის შეხებია ეს ქალი თუ არ შეხებია, იქ მთავარი არის სისხლი უნდა დაიყვანოს. ეს არის დეფლორაციის სისხლი. და ეს დეფლორაციის სისხლის დაყრით მამაკაცი გარდაიქმნება იმ მომენტში არის სამყაროს შემოქმედი დემიურგი, რომელიც სამყაროს სისხლის ზღვრისგან ქმნის. ანუ ის ურჩხულს იქნება თუ ქაოსის განსახიერებას კლავს მისი ზღვის და მისი სისხლისგან აგებს სამყაროს, ისევე როგორც აი ენუმაელის იმაში მარდუქი ქმნის ადამიანს, რა ვიღაცა ნაკვლის მეშვეობით. აი ეს სისხლია. მეტი არაფერი ქალწულობის ტაბუში, ქალწულობის კუჩი არ არის. უნდა დაღვაროს მამაკაცმა სისხლი, რომ საკუთარი თავი იგრძნოს შემოქმედად, ღმერთად, სამყაროს შემოქმედად. ეს მამაკაც ანიჭებს ღვთაებრივ უნარებს. აი ეს არის აი პირველის მნიშვნელობა. და რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო დაკვირვება იყო ეს, მართლა ესეთი არ ვიცი ამაზე არსებობს თუ არა ნაშრომები, მაგრამ ეხლა წარმოვიდგინე როგორ ხდება ეს შეახუშება დიაბეტიკი იყოს ეს გამოსადა ნათლი მამაში. მაიკ კორლეონე დიაბეტიკი როგორ ვერ ჩავს თვითონ, მაგრამ პირველი დანა უნდა გავაყაროს ეს თორც. აი ხა ბატონს გულს მჭამელი გამახსენდა. შეიძლება ეს რიტუალად ჩავთვალოთ რაღაცას შეჭამან ეს ჟრიც. შეჭამდა მე სხვა ხდებიან როგორც თქვა მინდია და ეს ახალ ადამიანად იბადება. შეიძლება ეს რიტუალიც აქ მგონია კიდე გველიშამაში ძართული სისტემა აქვს ვაჟასი დამატებით შემოდის კიდევ აგრძალების მოპოვება. იმიტომ რომ თავისთავად ნებისმიერი კლა არის ამავე დროს სტაბულა რა დამშავის უმოყვანს კი იმათ შევფარიმაჩოვეს და აქ უკვე საქმე ეხება იმას ყველაზე მეტად აკრძალული არაბუნებრივის ჩადება. თქვა ისეთივე როგორიც არის ეს არის გარკვეული პროცესით იგივე რაც რა ვიცი ინცესტი. ერთ-ერთ აფრიკულ ტომში არის აღწერილი მაგალითად ტომის ბელადი რო გახდეს ზოგადად ინიციაციის რიტუალებისთვის პროცესად არის რაღაცა ძალიან სასტიკი გამოცდები ჩაიგინოს აი მოზარდმა რომ ინიცირებული იქნას და ტომის ბელადი თუ უნდა გახდეს მას ავალებენ რომ შევიდეს გამოქვაბულში სადაც არიან გარდაცვლილი წინაპრები დასვენებული და მათ მამებთან დაამყაროს სექსუალური კავშირი. აი დაახლოებით გველის ჭამა ამ შემთხვევაში მეტაფორულად არის ყველაზე სასტიკი ანუ გველი რომელიც არის გაიგივე ყველაზე ესე თუ ასე უნივერსალური სიმბოლო ბოროტების, მიუკარებლობის, ხელშეუხებლობის და ვაჟასთან მაგანაც ვთქვათ იგივე ბახტრევაშიც არის მისი ჭამა არის ის რომელიც გიხსნის ამავე დროს განიჭებს ისეთ ღვთაებრივ უნარებს რომელიც ადამიანს არ აქვს ისევე როგორც თქვათ ოიდიპოს ღვთაებრივი უნარები მიენიჭება დანაშაულის ჩადენით ინცესტით და მამუსპელობით არა ანუ ეს არის ძალიან რაც უფრო მაღალ აკრძალავს ადამიანი მით უფრო მეტ ძალაუფლებას გამოძალავს ის ღმერთებს და ერთ მაგალითსაც ვიტყვი და ამით შეგვიძლია შევკრათ ეს აღმეხსენებია ყველაზე რადიკალური მაგალითი რომელიც არსებობს ალბათ კაცობრიობის ისტორიაში რაც მინახავს მე და მეგონი ეგრეც არის მსხვერპლშეწირვის თვალსაზრისით ეს არის ოდინის ან ვოტანის იგივე გერმანულ სკანდინავიურ მითოლოგიაში ვოტანს რომელიც არის ამავე დროს უზენაესი ღმერთი გერმანელ სკანდინავიელებისათვის მას სურს მოიპოვოს რუნების მაგიური საიდუმლოებები თვისებები და მას არ აძლევენ ამას თორე ღმერთებშიც გარკვეული წესები არსებობს არა და იმისათვის რომ მოიპოვოს მან უნდა მიიღოს ყველაზე დიდი მსხვერპლი ისეთი დიდი მსხვერპლი რომელიც გადაწონის ყველა სხვა ღმერთს ანუ ღმერთებს დასტყოს მათი ძალაუფლება და რას აკეთებს ვოტანი ოდინი ის შედის საკუთარ ტაძარში საკუთარი კერპის წინაშე საკურთხეველზე ჩამოეკიდება და გაიყრის შუბს ანუ საკუთარ თავს წირავს მსხვერპლად საკუთარ თავს ანუ ღმერთი იქო საკუთარ თავს მსხვერპლშეწირვის რიტუალს უტარებს და ეს იმდენად
მაღალი მსხვერპლია, რომ ყველა დანარჩენი ღმერთი დაკარგავს მასზე ძალას და გამოძალავს მათ უნარებს. გამომძალველობის მაქსიმუმი რასაც შეიძლება მიაღწიო. თვითმკვლელობაც ამავე დროს, როგორც ამავე ერთგვარი მსხვერპლშეწირვის რიტუალი, თვითმკვლელობაში იგულისხმება ამ შემთხვევაში არა დეპრესიის ნიადაგზე თვითმკვლელობა, არამედ შეგნებული თვითმკვლელობა და ეს არსებობდა რელიგიური პრაქტიკების თვალსაზრისით, რაც ნაწილობრივ არის იაპონურ ხარაკირიშიც ჩადებული, იმიტომ რომ ეს არის შეურაცხყოფა რა, თუ ვინმე გაიგეთა შენ სახში ხარაკირი, ეს ისე გაგანადგურა ამითი, რომ თავი აღარ გამოგეყოფა არასდროს. მაგრამ ამავე დროს არის შურისძიების აქტიც, აი თქვათ დავმარცხდი თქვენთან ჭიდილში და მე აღარ მრჩება არაფერი, გარდა იმისა, რომ მოვიდე და ამოსახდა თქვა წყევლის შელოცვა და თვითმკვლელობა, ყველაზე ძვირფასი ადამიანს რაც გააჩნია საკუთარი სხეული, საკუთარი სიცოცხლე, იმას ინადგურებს და წირავს ღმერთებს იმისათვის, რომ ვიღაცა დასაჯო. მაქსიმალური რიტუალი, ეს არის მსხვერპლი. ბატაისთანაც არის ეს მსხვერპლი ეს. მთელი ბატაი ამაზე აგებული ხო. ბატაშევს აი ამ სახლში იყოს აი ესეთი თვითმკვლელობა, ეს ალბათ უფრო პროტესტი იყო. Paoliashvilis, I am a Tahitan Davida, Zemot Meresatulze Avida, the top of the Montana Israel. Egets shades liberate Kosomari არა უბრალოდ არამედ არის სოციალური სიტუაცია, ტიპიური სოციალური სიტუაცია იყო მის მიერ შესრულებული. თან იმ დროს პრინციპში ისეთ მდგომარეობაში იყვნენ ყველანი ჩაყენებული, რომ სხვა არაფერი არ რჩებოდა. მიხეილ ჰანეკეს კაში ფინალი გახსოვთ. როდესაც მიდის დანიელ კუჩოს მასთან პროტაგონისტთან ის ადამიანი მთელი ის განმავლობაში ფილმის განმავლობაში დაასწრებს მას და ცდილობს მისგან აღიარებას და ბოლოს დადგება და მის თანდასწრებით ხელს გამოიჩინოს. ჰანეკესთვის დამახასიათებელი სისხლები. მეექვსე კონტინენტი ფილმი, იქაც მეშვიდე კონტინენტი, იქაც ოჯახი მთლიანად ყველანი ერთმანეთს დახოცავ.